ვაგრძელებთ მეგობრებო ისტორიული რაკურსების გავლას და დღეს ვისაუბრებთ სადამ ჰუსეინის შესახებ. ყველასთვის ცნობილი ადამიანის შესახებ, ბევრი რაღაცები არ იცის ხალხმა და მე მინდა მოვუყვე. 1979 წელს, როდესაც ნიკარაგუაში დიქტატორი სომოსა დაამხეს ეგრეთ წოდებულმა სარდინისტებმა და ამ სარდინისტების წინააღმდეგ შემდეგ აი ამ სომოსას ჯგუფი კონტრას აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატები და საშინელებებს ჩადიოდა ეს კონტრა შემდეგ სარდინისტების წინააღმდეგ. ეს სარდინისტები იყვნენ სოციალისტები და ებრძოდა ამერიკა, მაგრამ მაგას რატო ვახსენებთ? იმიტომ რომ იგივე წელს 79 წელს CIA-მ ხარი დაუჭირა სადამ ჰუსეინის მოსვლას ქვეყნის ერაყის ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, რომ ეს არ იყო გათლათესტი მობიერი ადამიანი რა, სასტიკაცი იყო, რა თქმა უნდა. ძალაუფლებაში ხელში როდესაც კი ჩაიგდო ჰუსეინმა, საჯაროდ დაადანაშაულა საკუთარი პარტიის წევრები, რის შემდეგაც ისინი დააპატიმრეს და მოკლეს. CIA-მ ჰუსეინს გადასცა ის სიკვდილის სიები. ანუ CIA-მ გადასცა ჰუსეინს სიკვდილის ეგრეთ წოდებული სიკვდილის სიები, რითაც ეხმარებოდა მას საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებაში და ახოციებდა ვინც კი შეეწინააღმდეგებოდა. ანუ ხალხო, ამერიკის შეერთებული შტატები დასვა ჰუსეინი და შემდეგ მიაწოდა ხალხის სია, რომელიც უნდა დაეხოცა ჰუსეინს იმისათვის, რომ ძალაუფლება შემოემტკიცებინა. ბაღდადში CIA მიმჟამინდელმა სადგურის უფროსმა ჯეიმს კრიჩფილდმა აღიარა, რომ სადამ ჰუსეინი ფაქტობრივად CIA-მ შექმნა. 1979 წელს, როდესაც ირანში იგი ამბობს, როდესაც ირანში ფუნდამენტალისტმა აიათოლა ხომენეიმს ხელისუფლებამ აიღო და პროდასავლური შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი დაამხო, სადამ ჰუსეინმა გადაწყვიტა ირანზე თავდასხმა და ხომეინის თეირანიდან განდევნა. 1980 წლის 22 სექტემბერს ერაყის არმიამ ირანს შეუტია 600 კილომეტრიან ფრონტზე ხალხო, რითაც დაიწყო პირველი სპარსეთის ომი. ეს იყო უკანონო აგრესიული ომი გაეროს მანდატის გარეშე, ამიტომ სადამ ჰუსეინი სამხედრო დამნაშავე იყო, რადგან გაეროს ძალადობის აკრძალვა კრძალავს აგრესიულ ომებს. დიქტატორი ჰუსეინი სწრაფ გამარჯვებას იმედოვნებდა, თუმცა ეს ვერ მოხდა. ომი 88 წლამდე გაგრძელდა და 400,000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. აშშ-ის ყოფილი სამხედრო მდივანი ჰენრი კისინჯერი, რომელიც ჰუსეინსა და ხომეინის შორის ღრმა მტრობას იცნობდა, ცინიკურად აცხადებდა: იმედი მაქვს, ორივე ერთმანეთს მოკლავს, ძალიან ცუდია, რომ ორივეს წაგება შეუძლებელია. პირველი სპარსეთის ომი განსაკუთრებული სისეტიკით მიმდინარეობდა. ადამიანის ოჯახის პრინციპი სრულიად უგულებელყოფილი იყო. ჰუსეინმა საჰაერო იერიშები მიიტანა ირანის დედაქალაქ თეირანზე, ხოლო აშშ-მ მას მხარი დაუჭირა. CIA-ის დირექტორის ბილ ქეისის ხელმძღვანელობით აშშ-მ ჰუსეინს მიაწოდა სამხედრო სადაზვერვო ტექნოლოგია და ომთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ამერიკულ ჯაშუშურ თანამგზავრებს ჰქონდათ მოპოვებული. ირანის დასასუსტებლად ჩვენ მართლაც ვემხრობით ერახს დაადასტურა ფილიპ უოლკოქსმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და CIA-ს შორის კოორდინაციას უწევდა. ჩვენ ერახს დაზვერვით ვამარაგებდით, ბაღდადი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან ამოვიღეთ. ხალხო, რა ხედავთ რა ხდება? აშშ იყენებდა სასტიკ დიქტატორს, რათა გაზრდილიყო მისი გავლენა ნავთობით მდიდარ რეგიონში. ბევრმა ერაყი ოპტიმისტურად აღიქვა, როგორც პოტენციური სტაბილურობის ფაქტორი, ხოლო სადამ ჰუსეინი როგორც ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელი იყო თანამშრომლობა, განმარტავდა უოლკოქსი ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის ამ უცნაურ ალიანსზე. დასავლური კომპანიების დახმარებით სადამ ჰუსეინმა მოახერხა ქიმიური იარაღის, მათ შორის მდოგვის, გაზისა და სარინის წარმოება, ხალხო. ირანის წინააღმდეგ მარცხის თავიდან ასაცილებლად ჰუსეინი ომის დანაშაულებს არ მოერიდა და მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
დოკუმენტირებული მოწამვლითი გაზის შეტევები ირანზე 83-84 წლებში განხორციელდა, ხოლო მოწამლული მსხვერპლები თეირანში საერთაშორისო პრესას წარუდგინეს. ზოგიერთი მოწამლული ირანელი სამკურნალოდ შვეიცარიაში, ავსტრიაში, შვედეთში და გერმანიაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ევროპელებმა სპარსეთის ომში ჩადენილი დარღვევების შესახებ გაიგეს, მაგრამ აშიშის პოლიტიკა კრიტიკის ობიექტი არ გამხდარა. გერმანელმა ჟურნალისტმა უდო ოლკფოლტემ აღმოაჩინა, რომ ჰუსეინის მიერ გამოყენებული მოწამვლითი გაზის ნაწილი გერმანიიდან იყო მიწოდებული და რომ აშიში მხარს უჭერდა მის გამოყენებას. იგი წერს, მე ვმუშაობდი ჟურნალისტად ფრანკფურტენ ალგენმაინე საიტუნგში. 1988 წლის ივლისის დასაწყისში ერაყ-ირანის ომის ფრონტზე ვიყავი. იხსენებს ულკფ-კოტე. მაშინ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ იყენებდნენ ერაყელები ამერიკელების ზედამხედველობის ქვეშ გერმანულ ქიმიურ იარაღს დოგვის გაზს ირანელების წინააღმდეგ. ულკფ-კოტე შოკირებული იყო. მოწამვლითი გაზი პირდაპირ გერმანიიდან იყო შეტანილი და პესტიციდებად იყო დეკლარირებული. ჟურნალისტს სურდა ამ ამბის გაშუქება გერმანულ მედიაში, რასაც პესტიციდი ვიცით რა არის, ხო, აი სასუქი. მაგრამ ცენზურას გადააწყდა. ფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის დიდი სკანდალი. იხსენებს ულკფ-კოტე გერმანელ ჟურნალისტთან კენ იებსენთან ინტერვიუში. მაგრამ ბაღდადში შერატონის სასტუმროში ამერიკელები, ერაყელები და გერმანელები გაზით მოწამვლის აღსანიშნავად ზეიმობდნენ. ფრანკფურტში დავბრუნდი, მაგრამ ფაზის მხოლოდ მცირედი სტატია გამოქვეყნდა. კიდევ უფრო უარის ის იყო, რომ სტერნისთვის ჩემი შემზარავი ფოტოების გადაცემა ამიკრძალეს და მითხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამანთავისუფლებდნენ. გერმანიის მასობრივ მედიაში სადამ ჰუსეინის დანაშაულებები გამიზნულად დაიფარა, რათა აშიში არ განაწყენებულიყო. რა ვიცი ხალხო, რა შეიძლება დავაკომენტაროთ აქ რა. არ ვიცი რა, უკომენტაროთ დავტოვებ აი ამ ამბავს. მერე რა გააკეთეს და რაში დაადანაშაულეს მათივე შექმნილი ჰუსეინი, ეგ ყველა მიცის. მადლობა ყურადღებისთვის.